რა ვიცი რა გითხრათ. არა, წინა უფრო ჯობდა. ძალიან გაყოფილი ვარ. გზებს აკეთებენ, წყალი შეიყვანეს, გაზი შეიყვანეს, კანალიზაციები გააკეთეს, ჯებირები გააკეთეს. მე რა უნდა გააკეთო რა? ნამდვილად არის ჩვენთვის არავინ არ არის შვილო. არც ის ხელისუფლება იყო და არც ეს ხელისუფლება იყო. წინა ხელისუფლება ჯობდა. არა. რატო? არაფერს არ აკეთებენ ხალხისთვის და იმიტომ. წინა ხელისუფლება უკეთესი იყო ვიდრე ახლანდელი თავისუფლება. ხელისუფლება. მე პირადად კმაყოფილი ვარ. არ შევიწროებულ ვარ არაფერში. რა ვიცი, აბა ახლა მე რა ვიცი, მაგისი რა თქვა რა. შვილო, არც ადგილობრივით ვარ კმაყოფილი, არც ამ თავრობის არავითარი მუშაობით არა ვარ კმაყოფილი. არც წინა ხელისუფლება მუშაობდა, არც დღევანდელი ხელისუფლება არ მუშაობს. ყოველთვის რაღაც პრობლემები მქონდა და ხალხისთვის არასდროს არავინ. კი. მაგრად მუშაობენ, თავიჯიბებით კაც მუშაობენ, ხო? წინა ხელისუფლება ჯობდა. ამისი რომ გამგებელი იყო იჯობდა ბერაია ვიდრე ესენი. ჩვენი ადგილობრივი ხაშურის იმაზე მეუბნებით. ახლა ყოველ შემთხვევაში ჩვენ მეცადაც ცხოვრობ, იქ წყალი გაკეთდა, ძალიან კარგად არის წყლის საქმე მოწესრიგ და წლების განმავლობაში ჩვენ წყალი არ აქონდა ხოლმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. წინა ხელისუფლება გონება მაინც ჰქონდათ, აზრი ჰქონდათ, ნასწავლი ხალხი იყო, კულტურა ჰქონდათ. რაღაცას აკეთებდნენ რაღაცას. ეხლა აღარაფერ არ აკეთებენ. იძახიან რომ ამდენი წაწარმო გავხსენი, იმდენი გავხსენი, არაფერი პირიქით დაიკლო ყველაფერმა. ხალხი უმუშევარია. პურის ფული არ აქვს. რა ვთქვა, აბა ის მე მეგონა რომ უფრო მეტი პენსია იქნებოდა და მივხედავდი ჯანმრთელობის იმაში კი სფეროში კარგი მდგომარეობაა, მაგრამ მაინც ბერაკ ყველაფერი გვაკლია. აი მხედავთ რა დღეში ვარ. ხელისუფლება ის არ მაინტერესებს მე. იმიტომ ერთნაირი ნაგვები არის ეს ყველა ის. შევანდელისა და მაშინდელისა. კი, რატომაც არა, ნორმალურად წყალი გაიყვანეს, გზები გაიყვანეს, გაზის საშუალება, ყველაფერი სოფლებს ყურადღება მიაქციეს. როგორ იქნება კმაყოფილი, უმუშავარი კაცი კმაყოფილი იქნება. არ იქნება, ხო? ეგა. წინა ხელისუფლების დროს უფრო იყო სამსახურები და დასაქმება და არა, ხალხი მუშაობდა, ხალხს ფული ქონდა და ყველაფერი და დღეს არ ფული აქვს, არც არაფერი, რა ვიცი. ვისაც გაკითხოთ ეგრე არის. შვილო, როგორც ცხოვრობდი და როგორც ვარ, ისე ვარ ეხლაც და რა ვიცი. უკეთეს ცხოვრება ჯობია, ადგილობრივ საერთოდ ვამბობ, უკეთეს ცხოვრება ჯობია, მაგრამ მე პირადად მაინც და მაინც არ ვარ, იმიტომ რომ არ ვართ დასაქმებული შვილო. ანუ დასაქმების პრობლემა. კი, ეგ პრობლემა გვაქვს ყველას. პენსია არ გვაქვს, დასაქმებული არა ვართ. რითი უნდა ვერჩინოთ თავი? ჩემთვის მაგალითად არც წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, იგივე მდგომარეობაში ვართ. არ გაუმჯობესებულა პირობები. კარგად მუშაობს განსაკუთრებით დასუფთავების ამბავი ძალიან კმაყოფილი. არა ვარ კმაყოფილი. უკან მიდის ყოველდღიური ჩვენი საქმიანობა. წინსვლა არაფერს არ ემჩნევა და რაც იყო იგივე არის. ჩვენაირი ხალხისთვის არც ის თავრობა იყო, არც ეს თავრობა არ არის. თვითონ ხო კარგად ირიგებენ პრემიებს, რა შეაიღეს პრემია? თბილისს კი მოაწყეს, მაგრამ დახოცებს ხალხი ამდენი აგერა. რისთვის აიღეს ეს პრემიები? რისთვის? ვის იმ პრემიითაც ცოტა ხალხს დახმარებოდნენ. აბა უმუშევარი მიზის ორი ოჯახი და რითი ვარჩინო ამითი დედიკო. არაფერი შედეგი არ არის, არაფერის დახმარება, არაფერის გაკეთება. ბავშვები სტუდენტები არიან რითი? აი რა გავაკეთოთ შვილო. მივჩერები ვარ ბაზარს და ხალხს ფული არ აქვს რაღაცა ივაჭრო და უყურე შენ ტავარსა მთელი დღე. როგორია სათანია მე. იმ წინა ხელისუფლებამ სულ გამითავისუფლა ბავშვი მუშაობდა ერთი მაინც. ამან კიდე სულ დააქცია და არც ერთი არ მომწონს ბები. ციმას ვიყავით კმაყოფილი, მაგრამ ამათ კი ჯობდნენ და არ მოგწონს დაპირებები, ყველაფერი არ შესრულდა. წინა ხელისუფლება უკეთესად მუშაობდა თუ დღევანდელი ხელისუფლება? იმან დაგვანგრია და ესე რაღაც ბიჟას ახლა. იმან დაშალა ყველაფერი ამ ქვეყანას. რაც წინა იყო ეს იგივეა ესეც, არაფერი შეცვლა. არ ვიცი, არც კმაყოფილი ვარ, არც უკმაყოფილი, მაგრამ მაინც არ აკეთდება ხელისუფლება ახალი თავრობისთან, არ ვიცი, მაინც არაფერი კარგი სიკეთე არაფერი არ არის. წინა არ ჯობდა რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ესეც რას აკეთებს მე არ ვიცი.